დღევანდელ დღეს უნდა დავიწყოთ ბზობის დღესასწაულის მოლოცვით, თქვენს გილოცავთ მამაო. ვერ გვაქვს მაინც და მაინც ესეთი სიტუაცია, როდესაც ეს საყოველთაო დღესასწაული სრულფასოვნად შეიძლება იყოს გაზიარებული თავისუფლების, სიყვარულის და ქრისტეს მოყვარული ადამიანების მხრიდან. ვერც მსოფლიოში ვნახეთ სასტიკი თავდასხმა უკრაინაში სუმის ცენტრზე, სადაც სამწუხაროდ ბევრი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ბავშვები და ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად იზრდება. და ბზობას აღდგომას ხვდებით ისეთ ფონზე, როდესაც ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ გვიწევს მტკიცება, არა მარტო ჩვენი გმირების მიერ გაღებული, ესე ვთქვათ, თავგანწირვის მნიშვნელობისა, არამედ საერთოდ გმირობის მნიშვნელობისა საქართველოს ისტორიაში, აწმყოსა და მომავალში. დავიწყოთ ამაზე საუბრით, თქვენ როგორი განწყობით შეხვდით ამ ბზობას? პირველ რიგში მოგილოცავთ თელ ქართულ ხალხს. Sakristianos ნამდვილად ძალიან დიდი დღესასწაული არის, იმედის მომცემი და საზეიმო განწყობილებას ქმნის, მაგრამ ეს არის რწმენის საკითხი, ეს არის სულიერების საკითხი, ეს არის ინტელექტის საკითხი, რომელსაც რამდენად ადამიანი იზიარებს, იმდენად ხდება ძლიერი საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ვართ აი ამ გლობალურ ბრძოლაში ჩართული, რომელიც აი ესო მაცხოვრის იესო ქრისტეს მოსვლის დღიდან იწყებს ღმერთის სასუფეველი მოქმედებას და ამავდროულად არის გამძაფრებული აი ამ ბნელი სამყაროს ძალები, რომელთაც არ უნდა. ეხლა ჩვენ ხედავთ ამაც თითქოს აი ისტორიის ეს პოლარიზაცია ჩვენ თალწინ მთელი ისტორია ეს არის ფაქტიურად და ხედავთ როგორ აი ჩვენი თითოეული ჩვენთაგან ჩვენი ერის მაგალითზე ჩანს თუ როგორ ბრძოლაში ვარ ჩართული და რა საოცარ სახეს იღებს ის მდგომარეობა რომ მტერი იმდენად შეინიღბა რომ საქართველოში მოქმედებს ეროვნული ხელისუფლების სახელით წმინდა დამანგრეველი ძალა და რაფორმებს არ ეძებს რომ საქართველოს ასეთი ყველა საფუძველი მისი იდენტობის, მისი თვითმყოფადობის განადგურდეს. აი ამის თვალწინ ხვდები და აი დღე არ გავარ რომ რაღაცა საშინელება არ მოისმინოს და შეუძლებელია რომ აღშფოთების გარეშე დავრჩეთ. და ზოგადად აი ასეთი პოლარიზებულ სამყაროში ვართ ჩვენ მოქცეული, რომელსაც წარმოადგენს სამწუხაროდ რუსული თითქოს ერთმოძღვნე მართლმადიდებელი სახელმწიფო, რომელიც ბოროტებას განახორციელებს დედამიწაზე და როგორც თავის დროზე რეიგანმა უწოდა ბოროტების იმპერია, ეს იმპერია უფრო ღრმად გაბოროტდა, იმდენად რაღაც შემაკავებელი საბჭოთა კავშირს ჰქონდა და რუსეთი უკვე ცხადად ღიად წარმოადგენს იმ აგრესიას, რომელიც მაშინ რაღაცა იმის ქვეშ, რა ქვია, საფარველის ქვეშ მოქმედებდა, ცივილური საფარველის ქვეშ, იდეების ქვეშ, საერთაშორისო კეთილდღეობის თვალსაზრისით, მაგრამ იყო ეს რაღაცა ეს გარკვეულად შემაკავებელი ძალა იყო და ეხლა დღეს რასაც ხედავთ, ეს არის საშინელი წამლეკავები. ფაქტიურად ასე თქვა შეუკავებელი ძალა, ასე ფაქტიურად მე ვაკვირდები და ხედავ არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიოში არ არსებობს ამის შემკავებელი ძალა, იმიტომ რომ ეს ისეთ ქმედებებს იწვევს, ისეთ რაღაცას, აი რაღაც თავისი არსენალიდან ახალ-ახალი ესე იგი საბრძოლო იარაღები ამოაქვს და საქართველოში რაც ხდება ხედავთ აი ამას რომ მე მოვესარი ნუ ასაკი მიწყობს ხელს სამხრივად რომ საბჭოთა კავშირი ძალიან მახსოვს
კარგად მახსოვს და მაშინ როგორი იყო მაშინ მეტი საშუალება მქონდა ზუსტად ალბათ პარალელი კარგია და მნიშვნელოვანი რომ გაიხსენეთ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირზეც ასეთი წარმოდგენა იყო დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩემს ბავშვობაშიც და თქვენს ახალგაზრდობაშიც მაგრამ საბჭოთა კავშირი დაინგრა და რომ არა მათ შორის დასავლეთის მიერ დაშვებული შეცდომები რუსეთი ვერ შეძლებდა თუნდაც იმ კონდიციამდე მოსვლას რომლითაც ახლა კვლავ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას და თავისუფალ სამყაროს, ასე რომ თავისუფალი სამყარო ბევრ შეცდომას უშვებს ხოლმე, მაგრამ რეალური საფრთხის დანახვის და მასთან შეჯახების მომენტში ის იწყებს უკვე სწორად რეაგირებას. რამდენად ვართ უკვე ამ წერტილში შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ ფაქტია რომ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს აზრები უკვე არა მარტო მომწიფებულია, არამედ იძენს ახალ სახეს, ახალ ფორმას და შემაკავებელი რესურსი თანამედროვე მსოფლიოში არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ბოროტი აგრესია შეკავდეს და დაისაჯოს კიდეც. რადგან საბჭოთა კავშირი ვახსენეთ და კვლავ დაუბრუნდეთ საქართველოს სიტუაციას, ფორმულაზე დროის მომზადებულ გადაცემაში თავგადასავალი, თქვენი ვრცელი ისტორია თავგადასავალი იყო და იქ მახსოვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო 1978 წლის 14 აპრილი ქართული ენის გადარჩენისთვის ბრძოლის თარიღი. ხვალ არის 14 აპრილი, გამოვიარეთ 9 აპრილი, მართლაც ესეთი საკრალური თარიღების ზონაში ვართ, ასე ვთქვათ და ამ 9 აპრილსაც რაღაც მოხდა ისეთი, რაც მნიშვნელოვანია და რაც ვერ მოხდა ისიც მნიშვნელოვანია, როდესაც პატიმრების მშობლებმა მემორიალთან მისვლის არც უფლება და არც შესაძლებლობა არ მისცეს ადამიანებს, რომლებიც დღეს თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს, ფაშისტებს და ნაძირლებს უძახიან და აგერ მოდის 14 აპრილიც. მოდით აი ამ თარიღების ისტორიულ და თანამედროვე მნიშვნელობაზეც გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ხო, მე წეგამსაუბრობდი საბჭოთა კავშირზე და ფაქტურად ეს რუსული მოვლენა საბჭოთა კავშირი თავისთავად სიგრძისეულად რო გავიაზროთ ძალიან კარგი საქანია ეს საბჭოთა კავშირის გარდა ყველაფერი იყო საბჭოურობა ნიშნავდა აი რამოდენად ტყუილი იყო რუსულ სამყაროში გამოგონილი რომ ესე იგი ეს არის დემოკრატიის და რაღაცის სინონიმი უნდა ყოფილიყო მაგრამ ტოტალიტარიზმი იყო ესე იგი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მაგრამ ამ სიცრუის პირობებშიც კი ეხლა ვადარებ ყველაფერ ამას მაგრამ ეს ბოროტების ხე იმდენად ძლიერია რომ აი თქვა თავისი დიალექტიკით ისეთნაირად მინდეს თუ დავაკვირდებით რომ შეიძლება ვთქვათ რომ რაც დრო გადის ჩვენი იმედი არ უნდა გქონდეს რომ რაღაცა ცვლილებები მოხდება იმიტომ რომ ეს დიალექტიკა გულისხმობს კიდევ უფრო გაბოროტებას კიდევ უფრო ესეთი ბრუტალურობას და ასე შემდეგ და აი მაშინ რაც მოიფიქრეს იცით რომ მათ ძალიან აგონებდათ ის ყველაფერი რომ როგორმე ასიმილირება მოხდარიყო ერების ეს იყო რუსული ჩანაფიქრი რუსული იმპერიალიზმის და როგორ მოეხდინათ ეს რომ ესე იგი ეროვნული ყველაზე მთავარი ყველაზე არსებითი ყველაზე მნიშვნელოვანი ესე იგი ნიჭის ღვთის მოძებულის ხო ენარს რასაც წარმოადგენს რასაც ვეკუთვნობა თითოეული ერის თითოეული პიროვნების იდენტობა აი ამისი წართმევა მოინდომეს და ფაქტიურად ეს ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა დაინახა ეს საფრთხე და სრული კონსოლიდაცია იყო და სწორედ მთლიანად ეს გამთლიანებული მთელი სპექტრი საქართველოს ეროვნული ძალების დადგა იმისათვის რომ ეს არ დაეთმო რუსეთისთვის და მე მაშინ მახსოვს სრულად ახალგაზრდა ვიყავი სტუდენტი მეორე კურსზე 19 წლის და ესე იგი გადავწყვიტე რომ ხედავდი რა რისკიც იყო და აი ამ ჩვენს ახალგაზრდობასთან ერთად საკმაოდ ესე იგი ეს მნიშვნელოვანი ძალა რა თქმა უნდა ამან უდიდესი როლი შეასრულა ყველა ესე იგი ეროვნულ ძალასთან ერთად ახალგაზრდობამ ფაქტიურად მოხდა სასაული
და ჩვენ შევინარჩუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ენა, რომელიც არის საყრდენი ჩვენი ეროვნულობის ფაქტიურად მეტაფიზიკური რაობა სახე ეროვნულობის აი ამ წარსულის დღევანდელობის და მომავლით და ეს არა მარტო ჩვენ შევინარჩუნეთ, არამედ ეს უნდა სამართლიანად ითქვას, რომ და უნდა იყოს აღიარებული, რომ ქართულმა ხალხმა სხვადასხვა სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად ჩვენს მოძმე ხალხს შეუნარჩუნეთ იგივე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მაშინ ბრძოლას თავდადებას განსაკუთრებით გარკვეული რისკების აღებას ეს არ იყო ჯერ არც გარდაქმნა და პერესტროიკა არ იყო დაწყებული და არც არაფერი მსგავსი არ იყო. საკმაოდ დიდი რისკი იყო იმ პერიოდშიც. ამას ჰქონდა აზრი, ასე გამოდის, ხო? იმიტომ რომ 1956 წელი ჰქონდა გამოვლილი ქვეყანას, რომელიც არც ისე შორეული მძიმე მეხსიერება იყო, არ იყო დიდი ხანი. აი დღევანდელ სიტუაციაზე რო ვილაპარაკოთ, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალგაზრდობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ხვალ აპირებს საღამოს დიდი დემონსტრაციის მოწყობას, რომელიც რა თქმა უნდა არის შეხმიანება წარსულთან, მაგრამ გარკვეულწილად არის პასუხი იმ გამონათქვამების, იმ მიდგომების, იმ იდეოლოგიის, რომელსაც ქართული ოცნება ნერგავს საზოგადოებაში და ამის გამოხატულება იყო ის ფრაზები, რომელიც თუნდაც გმირებთან და გმირობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ითქვა. რა თქმა უნდა, ცალკეული თქვა რაღაცა ენის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ საკმარისად არ გვაქვს ჩვენი ენა დაფასებული, იმიტომ რომ ეგ ყველაზე მძლავრი იარაღი არის ენა, რომ ამას ძალიან კარგად ხედავს, გრძნობს მტერი, თუნდაც ის, რომ გააფთრებული წინააღმდეგობა მიდის მედიას საშუალებებთან, რომელიც აი ამ სწორედ ენობრივ ძალას და იარაღს წარმოადგენს ქართველი ხალხისა. ეგ ესე იგი მრავალსახოვანი ფრონტი არის გახსნილი. ეს არ არის უბრალოდ და მომავალში კიდე აუცილებლად ვნახავთ ჩვენი ენის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ ჩვენი მტერი არ მოისვენებს, ჩვენ არ უნდა გქონდეს მოლოდინი, ანუ ჩვენ უნდა ველოდეთ უმრობესად გამძაფრებას, იმიტომ რომ ყველაზე ვერაგი მტერი გავს, ეს იმართება რუსეთიდან, მათ აქვთ უამრავი არსენალში ჩალაგებული იარაღები და 1000-ნაირი სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ამიტომ დღევანდელ დღეს ახლა იმაზე რაღაცა, ესე იგი ამას ვერ შეიძლება ძნელად წარმოიდგენდა ქართველი ადამიანი, რომ ჩვენ გვეყოლებოდა ხელისუფლება ფაქტურად რუსული ქართულად მოლაპარაკე, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ხელისუფლება, რომელიც გააკეთებდა ყველაფერს რუსულ საქმეს და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ქართული ენოვანება და ქართული დნმ-იც შეიძლება აუცილებლად თუ მაგათი ჩანაფიქრი ეს არის, რომ არც ქართულ ენაზე არ ილაპარაკებენ, არამედ კიდევ უფრო ღიად და მკაფიოდ და აშკარად დაუპირისპირებიან ჩვენ თვითმყოფადობას. ეგ არის გამზადებული, რა თქმა უნდა, ეს არის ჩანაფიქრი, ეგ არის ყველაფერი ძალიან ახლოს. იმდენად შეიძლება ავტომატურ რეჟიმში განხორციელდეს, რომ და მრავალი განზომილება გააჩნია ზოგადად დემოგრაფიულად, იმიტომ რომ განდენება მოხდება ჩვენი ახალგაზრდობის და იმ ძალის, რომელსაც ვეკნობით. და ამიტომ ყველა ქართველი, ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც თვითმყოფად, ვისაც საკუთარი სული უყვარს, ვისაც ღმერთის უყვარს, ყველა უნდა დადგეს დღევანდელ დღეს და 1000 თვალი და ყური გამოიჩინოს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ გადარჩენა, ჩვენი სულისა და გადარჩენა მარტო ფიზიკურად ხო არა, იმიტომ რომ ფიზიკურობა ქართულ ადამიანებს არ აინტერესებს და ჩვენი ისტორია არის გმირობის ისტორია. ზოგიერთ ხალხს შეიძლება გმირობის გამოგონება ჭირდებოდეს და რაღაც მითოსის შექმნა და ჩვენ ვართ გმირების ერი. ფაქტიურად ეს არის თუნდაც ერთი, თქვა, დღეს რო გავიჩვენოთ 100,000 მოწამე გვყავს. ეს მსოფლიოს ისტორიას გავსერა არ ახსოვს
და რამდენი გმირის ასეთ სინათლეს ეკუთვნობა ჩვენ შეუძლებელია ამ ხალხის აქცევა და როგორ ადამიანები როგორ შეიძლება იმას აკეთებდნენ საკუთარი სული, საკუთარი მომავალი, საკუთარი შვილები როგორ არ უნდა დაინდო თუნდაც იმისთვის რომ ეს არ ვიცი რის პასად უნდა გააკეთო როგორც სახარებაში ნათქვამია ადამიანმა რა უნდა მიიღოს თავისი სულის სანაცვლო თუნდაც მთელი სოფელი შეიძინოს თუ საკუთარ სულს დაკარგავს ეს ძალიან დიდი ფასია და გონიერებისკენ მოუწოდებ ყველაზე დროზე სინამდვილისკენ იმიტომ რომ მე როგორც ქრისტიან ადამიანს და ქრისტიანობის მცველს და კომაკს ყველა ადამიანი მენანება იმისათვის რომ სული დაკარგოს და საკუთარი თავი გადასცეს ბნელეთის მმართველს ძალიან ცუდი რამეა მე ვისურვებდი როგორც ასევე ქრისტიანი რომ თქვენი მოწოდება გაეგოთ გაიაზრებინათ მოენანიებიათ და ეს შესაბამისად მოქცეულიყვნენ თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული მოცემულობა ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენი ეროვნული იდენტობის მდგენელ ბოძებზე შეტევის ამ ჯგუფის ადამიანებისა რომლებსაც დღეს ძალაუფლება უპყრიათ ხელთ ქვეყანაში ახალ რეჟიმზე, ახალ ეტაპებზე არიან გადასულები. ეხლა არ მინდა თქვენთან ესეთ პოლიტიკის დეტალებზე საუბარი, მაგრამ მაგალითად ხვალინდელი დღისესრიგი რო ნახოთ პოლიტიკური მოვლენების, მათ შორის ეგრეთ წოდებული პარლამენტის რეგლამენტის იქ ნახავთ, რომ ჩამორიგებულია მთელი რიგი კანონების, რომელიც პირდაპირ ქვეყანაში დემოკრატიის მკვლელობის, პოლიტიკის განადგურების, თავისუფლების სივრცეების შეზღუდვისკენ არის მიმართული. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თავობაზე კანონი იქნება ეს მედიასთან დაკავშირებული თუ ასე შემდეგ. რის თქმა მინდა რომ მათ არაერთხელ თითქოს გადალახეს ეს გარკვეული წითელი ხაზი ერთადერთი რაც ამ ადამიანებს ტემპში აფერხებს ეს არის საზოგადოების წინააღმდეგობა ამიტომ ჩვენი საუბრის დასასრულს განსაკუთრებით ნების კვირა იწყება და აღდგომა გვიახლოვდება უпроსტოდ სასურველია რომ ჩვენს მიუახლოვდეთ მინდა გთხოვოთ კიდეც კურთხევაც გთხოვოთ იმ ხალხისთვის, იმ ადამიანებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და არა მარტო, რომლებიც აგერ უკვე 130 დღეზე მეტია, რაც უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ, ზოგიერთ შეიძლება დაიღალა, ზოგიერთ შეიძლება ნიჰილიზმი შემოეპარა, მათ მინდა უთხრათ ის, რას ფიქრობთ თქვენ მათზე და ამ ბრძოლის ბოლოს. ისეთ ახლა რაში არის საქმე, იცი? ჩვენი ხალხი ანწუხელიძე არის დღევანდელი თაობის, ზუსტად ქართველი სულის ქრისტიანული სულის განსახიერება, რომელიც ვერ გატეხა მტერმა და ჩვენ სადღაც წარსულში კი არ ვეძებთ უკვე დღევანდელი წარსული დღევანდელობაში გაცოცხლდა ანწუხელიძის სახით 300 არაგვენი, რომელმაც იცოდა რომ აუცილებლად ეს ბრძოლა მარცხით დამთავრდებოდა სხვა რო არა მიწა შეჭამეთ და ღმერთს თხოვეს რომ ზიარებად მიეთვალა ეს გარდაექმნა ეს ზიარება იწმენა ეგ არის და ქართული მიწა ზიარებად მიიღეს და ესე დაამთავრეს და ეს ხალხი მოქმედებს დღეს რუსთაველზე მდგომი ხალხი არის ყველაზე საუკეთესო ნაწილი იმაში ვერავის აკრძალით ამ ადამიანებს მეტი კი არ ესმით იცი რა გადაუხადეს რამდენს უხდიას იმიტომ რომ მიწამ არ იცის სული არის ქრისტე სული არის სიტყვა სული არის ის რაც მოქმედებს ჩვენში და რაც სასაულები სანს ეგ არის სასაული ზუსტად რომ ეს მოქმედება და მე ვისურვებდი რომ ამ ხალხის დიდება და თელმა საზოგადოება, თელმა ქართულმა ხალხმა, ვისაც დღეს არ ხვდება გულზე და ვერ ხედავს ამ საშიშროებას, დღეს მაინც დაინახოს და დადგეს, იმიტომ რომ ჩვენ საბედისწერო ბრძოლაში ვართ დღეს
და მე არ მეთქვი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი რაღაცას ელოდება, სახარებაში ნათქვამია მე-11 ჟამის მუშაკი და მე-11 ჟამის მუშაკი იმავე მადლს გებულობს და საფასურს, რომელიც პირველი ჟამიდან მოყოლებული, ხო? და ჩვენ არ გვაქვს ველოდებით აი ამ მე-11 ჟამს, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება. და უცებოდ დადგება, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი ამას ეკუთვნება და აქედან ჩვენ ვერ დაველოდებით, იმიტომ რომ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ საკმაო ფასი გადავიხადეთ, როგორც წეგანო ვამბობთ ენის საკითხში, მე იყო 88 წელი, როდესაც თავისუფლებიდან გასვლის უფლება, მართალია ფორმალური უფლება იყო, მაგრამ მაინც კონსტიტუციური და შევინარჩუნეთ და როცა გამოყენებული იქნა ეს უფლება. მაშინ გამსახურდიას დროს და მგვალი მაგეთის დროს და ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და სხვა ერებსაც შევინარჩუნეთ ეგ და ამიტომ აუცილებლად არის საჭირო ბრძოლა ჩვენ მაქსიმალური გაკეთებული და მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ მთელი კაცობრიობა სინათლის ზადები ერთად დადგეს და მართლაც ჩვენთან ცხადდება ეს რელიგიური თუ მითოსული სინამდვილე როგორ არის შეჭიდებული ბრნელი და ნათელი ერთმანეთთან და აუცილებლად სიკეთე გაიმარჯვებს, აუცილებლად ველოდებით აი ეს სწორედ მომავალს, რომელიც ღმერთის სახელით არის კურთხეული და დადგება და აუცილებლად იქნება ეს და ეს ბრძოლა არის ზეცაში და ეს სახელები ზეცაშია დაწერილი. ვინც სიტყვით, საქმით, მოქმედებით, ემოციით დღეს დგას ისტორიის დადებით მარჯვენა მხარეს და იბრძვის როგორც შეუძლია ისე და რა შესაძლებლობა და დიდება ქართულ ხალხს, დიდება უკრაინელებს და დიდება მთელ მსოფლიო თანამეგობრობას, რომელიც დგას და გაერთიანებული არის სიკეთის და ქრისტეს და ღმერთის კურთხევის ქვეშ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ამას დამშვიდობები. და მოდიხარ მადლობა. და მადლობა.